Ხელოვნელი გადაცემის სტუმარია ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ლიდერი, საკრებულოს წევრი ბესო ქათამაძე. მოგესალმებით ბატონო ბესო, მადლობას გადაგიხდით გადაცემაში მონაწილეობისთვის. საუბარს აუცილებლად დავიწყებთ იმ თემით, ბოლო ფაქტით, რომელიც გუშინ გაჟღერდა საქართველოს კულტურის მინისტრმა თანამდებობიდან გაანთავისუფლა ახალი თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი დავით დოიაშვილი. რა შეფასებას მისცემთ ამას, რას ედავებიან დავით დოიაშვილს, ან ასეთ შემიძლია რომ დავსვა შეკითხვა, რამდენად შეეძლო დათო დოიაშვილს დოის თავისი პროტესტი იმ ფონზე განეხორციელებია, თქვათ, ყოფილიყო თეატრში წარმოდგენები, ყოფილიყო პრემიერები და ამ კუთხით ეთქვა თავისი სათქმელი და არა ბოიკოტით და თქვათ თეატრის გაჩერებით. მესმის რომ თავიანთი კოლეგის მხარდასაჭერად ხდებოდა ეს ყველაფერი, მაგრამ რამდენად შეიძლებოდა რომ ვთქვათ ყოფილიყო თეატრი ყოფილიყო მისი ფუნქციონირება და თან პროტესტის ფონზე. იმ ფონზე რომ ვთქვათ თავიანთი სათქმელი სცენიდან ეთქვათ მაყურებლისთვის ვთქვათ სახიობებს. მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. მიმდინარე თემები არაერთია და ყოველდღიურად გვაოცებს არალეგიტიმური ხელისუფლება თავის გადაწყვეტილებებით. გუშინ საღამოს რაც იყო ეს თავისუფალ თეატრთან დაკავშირებით ეს იყო დოისთან მიმართებაში ის გადაწყვეტილება, რაც მიიღო კულტურის მინისტრმა, რავი, ჩემი აზრით ეს იყო ნაკარნახევი, იქიდან გამომდინარე, რომ მათ წარმოუდგენიათ მხოლოდ ერთი რამ, ისე რომ ადამიანები, ვინც სახელმწიფო საბიუჯეტო დაფინანსებებზე არიან, ესენი არიან მათი შეფესე, ეგრეთ წოდებული ქართული ოცნების წარმომადგენლები და თუ ვინმე იქ გაურჩდება, სამაგალითოდ უნდა დაისაჯოს და შესაბამისად ეს ფაქტიც განახორციელა გუშინ სახელმწიფომ დოისთან მიმართებაში. თქვენ მოგეხსენებათ, რომ მათი თეატრის მსახიობი დაპატიმრებულია და ყველა პოლიტპატიმარს სოლიდარობას უცხადებ და თავისუფლებას იქიდან გამომდინარე, რომ ისინი ნამდვილად უკანონო პატიმრობაში არიან და ეს თეატრის მანიფესტი, რაც ოზურგეთში ჩატარდა და ქვეყნის მასშტაბით ის საპროტესტო გამოსვლა გაიჭირა ხელისუფლებას და მიიღო შესაბამისი გადაწყვეტილება, რათა სამაგალითოდ დაესაჯა დოი, რათა სხვა რიგით შემთხვევები არ მოხდეს მსგავსად, რაც მათთვის მათ საბაბად იმას ასახელებენ, რომ თეატრი თითქმის 3 თვეა გაჩერებულია და სპექტაკლებს არ უშვებს, წარმოდგენები არ მიმდინარეობს და შესაბამისად მე ამ კითხვის დასმის ლეგიტიმურობა იმაშია, რომ რამდენად შეეძლო დოის თქვათ განეხორციელება ის, რომ ყოფილიყო თეატრში სპექტაკლები, წარმოდგენები და ამ ფონზე ყოფილიყო პროტესტი და არ ქონოდათ საბაბი ხელისუფლებას იმასთან დაკავშირებით, რომ არ მუშაობს თეატრი და ანუ ხელისუფლებას ყოველთვის ექნება რაღაც რიგი მიზეზები, როცა პრობლემას ეძებს, ყოველთვის გამოძებნის პრობლემას, იმიტომ რომ ეგ როცა გინდა რომ ვინმესთან რამე კონკრეტული პრობლემა იპოვიყო, ყოველ შემთხვევაში მიმდინარე პროცესებში მით უმეტეს. ახლა თეატრს რა უნდა განეხორციელება, როცა მათი მოქმედი მსახიობი არის დაპატიმრებული და ყველა სპექტაკლში ხებულობდა მონაწილეობას, შესაბამისად თეატრმაც სახალხო მანიფესტი აერჩია ის გზა, რათა თავისი გზავნილი მიეტანა მოსახლეობამდე და რეგიონებამდე, შესაბამისად ის რაც მოხდა გუშინ, ეს არ უკავშირდება მხოლოდ იმ მიზეზს, რომ თეატრში არ ტარდებოდა თეატრალური გამოსვლები. მასშტაბური იქნება ახლანდელი პროტესტი მსახიობების და რას მიაღწევენ? ზოგადად ეხლა ჩვენ თუ მასშტაბურობაზე ვისაუბრებთ, ერთი მთავარი ფაქტი არის, რაც ქართველებს გვახასიათებს, ეს ერთიანობის არ ქონა და ამ ერთიანობის არ ქონით ბევრ რამეს უშავებთ საკუთარ თავებსაც, ქვეყანასაც და მიმდინარე პროცესებში ეს განსხვავებულობა ვერ თანხვდებით საერთო მიზანზე, კიდე რიგი პრობლემებს ქმნის, რამაც თეატრთან მიმართებაშიც არაერთი პრობლემა შექმნა, როდესაც მანიფესტი დაიწყო თავისუფლების თეატრმა. ამიტომ პრობლემები იქნება და ეს ერთიანობის არ ქონა, რასაც ვამბობ, ეს კიდე უფრო თვალსაჩინო გახდება მიმდინარე პროცესებში, იმიტომ რომ ვიღაცა თავის 500 ლარს, 1000 ლარს უფრთხილდება და არ უღერს. თქვენ გაქვთ მოლოდინი იმისა, რომ თქვათ ნაწილი მსახიობებისა არ მიიღებს ამ პროტესტში. ანუ არიან თეატრები, ვინც ემიჯნებიან თავისუფალ თეატრს და პირდაპირ სოლიდარობა შედოის მიმართ აქვს რიგ მსახიობებს, თეატრებს, მაგრამ ეს მანიფესტი, რაც თავისუფალმა თეატრმა დაიწყო, რიგმა თეატრებმა არჩევენ ამ საყოველთაო მოძრაობაში. ასევე გუშინდელი გადაწყვეტილება მინდა შევეხო პარლამენტის, რომელიც პარტიების აკრძალვასთან დაკავშირებით აკრძალვას ეხება. მალე საკონსტიტუციო სასამართლოსაც მიმართავენ, თუმცა იქამდე გადაიდო ეს საკითხი,
სანამ ვთქვათ მართველი პარტია აძლევს შანსს ოპოზიციურ პარტიებს რომ მიიღონ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით და თქვენი შეფასება? ანუ საინტერესო პროცესი მიმდინარეობს ზოგადად იმის თუ რა თვით ლუსტრაციასაც ეწევა ქართული ოცნების ეგრეთ წოდებული რუსული კრემლისტური კომისია მიმდინარე პროცესით, როდესაც პარტიების აკრძალვა სურთ, თუ აკრძალვა სურთ შესაბამისად თავით უნდა დაიწყონ პირველ რიგში, იმიტომ რომ თუ ნაციონალურ მოძრაობაზე როგორც ეს ყაბადაღებული რო ნაცები და რაღაც მსგავსი თემები ეს ბუები თუ ვისაუბრებთ მაგ თემაზე, აი წარმოიდგინეთ 2012 წლის შემდეგ ნაციონალურ მოძრაობაში ძველი ხელისუფლების ალბათ 3% იქნება დარჩენილი, დანარჩენი არის სრულიად ახალგაზრდები, მისული ვინც 2012 წლის შემდეგ მივიდნენ და უფრო მეტიც, როცა ვსაუბრობთ ქართულ ოცნებაზე, მათი რიგები 90% სულ იმ ძველი სახელისუფლებო კონფორმისტი ნაციონალებით არის, სავსე ეს იქნება შსს-დან ეხა დანიშნეს ახალი უფროსი და ეგეც ძველი კადრი, აი არ არსებობს კადრი რეგიონალური იქნება თუ ცენტრალურ დონეზე, სადაც ხელისუფლებაში მყოფი პირები 2012 წლამდე არ არიან და პარლამენტში საკრებულოებში, ვისი აკრძალვა სურთ. უბრალოდ ეს კითხვა მინდა დავსვა, ჩვენი ვინც 2012 წლის შემდეგ მივედით ნაციონალურ მოძრაობაში თუ ვინც 2012 წლამდე უნდა იყო, რაღაცა უნდა გაყოს ქართულ ოცნებამ და რატო შეჩერდა თქვენი აზრი ან მაინტერესებს? თამაშობს ქართული ოცნება, თამაშობს დღის წესრიგის შექმნით და ამ დღის წესრიგში რა თემა მოყვებათ და რა თემა იქნება მათთვის აქტუალური და საინტერესო, არ აქვს მნიშვნელობა ეს პარტიების აკრძალვა იქნება, გმირების თემა იქნება, ომის თემა იქნება, ესენი ყოველდღიურ ჰიბრიდულ ომის პროცესში იქნიან იმ თემებს, რაც საინტერესო იქნება. იმისა რომ გაძლევთ შანსს რომ მიიღოთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა თუ რას ნიშნავს ეს? შანსის მოცემაზე რა საუბრობ, როდესაც არჩევნები ფაქტიურად ტოტალური გაყალბების ფონზე მიმდინარეობს და ახალი მიღებული კანონებით, რომელიც CSKOM დაამტკიცა, სრულიად ისეთ გარემოს ქმნის, სადაც ვერ გააკონტროლებ ვერც ერთ კარუსელს, ვერ გააკონტროლებ ადამიანის იდენტიფიცირებას ვერ მოახდენ, უბრალოდ ვერიფიკაციის აპარატზე და რა არჩევნებზე საუბრობთ, ავად ერთი ბიულეტენი უნდა მისცენ ყველას და ჩააგდოს, როგორც ჩრდილოეთ კორეაში ხდება, მაგ ტიპის არჩევნები უნდა უბრალოდ აქ რაღაც დემოკრატიულობანას თამაშის სტილში. გაცხადებულად ითქვა ის, რომ თქვათ ნაციონალურ მოძრაობას და ყველა ოპოზიციურ პარტიას მიეცემა შანსი იმისა, რომ თვითმმართველობის არჩევნებში მიიღოს მონაწილეობა. ეგ უფრო იმ პროცესის ნაწილი იყო თუ ლეგიტიმაციას მოგცემ და არ აგრძალავთო და ეხა არავის არ ეშინია მაგათ მით უმეტეს ნაციონალური მოძრაობის თუ აგრძალავენ, აგრძალონ და დადონ ის შედეგი რის საფუძველზე. მე ვთქვი თავშიც, რომ თუ ასაგრძალია ეს არის ქართული ოცნება და ნაციონალურ მოძრაობასთან როცა პრობლემა აქვს, მათ რიგებშია ყველა ის წევრი, ვინც მთავრობაში იყო, ეხლა მიხეილ სააკაშვილის, ლევან ვარშალომიძეს და ორ-სამ პირს თუ გამოვაკლებთ, დანარჩენი ყველა წევრი მათთან არიან და ვის გრძალავენ? ადამიანებს, ვინც არახელისუფლების შემდეგ შეუერთით ამ პარტიას, არც მაგაში არ გვაქვს პრობლემა და არც მაგის შიში არ გვაქვს. არც აქვთ მაგის თავი, რომ ეგ გააკეთონ, უბრალოდ მაგათ. აი მივედით თემამდე ადგილობრივ თვითმმართველობის არჩევნებამდე და მიდის დრო არ ჩერდება და მივდივართ იქამდე და თქვენ როგორ ფიქრობთ, თქვენი პარტია როგორ ფიქრობთ, მიიღებთ თუ არა არჩევნებში მონაწილეობას თუ არჩევნებზე 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ როცა ვსაუბრობ თემებზე, არ ვაღიარებთ პარლამენტს, რა არჩევნებში უნდა შევიდეთ ქართულ ოცნებასთან იმ მოცემულობით, რა მოცემულობაშიც გვამყოფებს და როგორ არჩევნებსაც ატარებს, რა ტიპის არჩევნებს. არჩევნებს რეალურად არის ფორმალური სახე აქვს. მოსყიდვა, დაშინება, კრიმინალი, პოლიცია, ძალადობა, სახელმწიფო, სიპებში, აიპებში დასაქმებული ადამიანებს ბოდიში და მიდენა საარჩევნო უბნებზე და ხმის მიცემა და ჩვენ რა უნდა გავუправოთ? და თუ ვამბობთ ერთის მხრივ რომ ეს არალეგიტიმურია და ყველა პარტია ამბობს, ახლა ვინც კვალიფიციურია, რომ გაყალბებები ჩატარდა, ეხლა არ იკადრებს. რაც 24-ში გააკეთა, იმას 25-ში, ნამუსი შეუშლის ხელს, ინამუსებენ და კი ეხლა გავდემოკრატიულდეთ და კარგი ბიჭები გავხდეთ და ეხლა კარგი არჩევნები ჩავატაროთ. ამ მოცემულობით რომ მივიდეთ არჩევნებამდე, რა პოზიცია ექნება თქვენ პარტიას? ამ მოცემულობაში ჩვენი პარტიას დღეს გაცხადებული აქვს საყოველთაოდ, რომ არ მივიღებთ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას იმ ფორმით, როდესაც სუსი ატარებს და პოლიციური და კრიმინალური ძალები ვერ ხედავთ რეალურ სურათს, რომ დემოკრატიულობთან მიახლოებული არჩევნებიც კი იყოს, ავტოკრატიული რეჟიმები, მაგალითად სამეზობლოშიც
უფრო ისეთ ლოიალურ არჩევნებს ატარებენ, ვიდრე საქართველოს ხელისუფლება, ყველაფრის მიტაცებით და ტოტალური კონტროლით. და ახლა ადამიანები არჩევნებში არ მონაწილეობით. აი თქვენ როგორ ფიქრობთ, რომელი ოპოზიციური პარტია დათანხმდება და მიიღებს არჩევნებში მონაწილეობას და მაშინ თქვენი პროტესტი რას მოგცემ? ანუ ჩვენ ვეუბნებით ამორჩევლებს, რომ რჩებით იმ აზრზე და იმ შეთავაზებაზე, რაც 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ იყო და რა პირობაც მივეცით, რომ ამ სტილით და ამ ფორმით არჩევნებში მონაწილეობის მიღებას აზრი არ აქვს, რადგან ტოტალურად მასშტაბურად გაყალბდა ეს არჩევნები თუ იძალადეს ამორჩევლებზე და შესაბამისად, ანუ ჩვენ ამორჩევლებს რა სიტყვასაც მივსვევთ, ის უნდა შევასრულოთ. და ეხლა ხვალ გადავთქვათ იმის გამო, რომ არ აგურძალავენ ამ მსგავსი რაღაც ვაჭრობის თემით, არ ვაპირებთ ქართულ ოცნებასთან ვაჭრობას ნაციონალური მოძრაობა და პლუს სისტემა, რომ ანუ ზოგიერთი პოლიტიკური პარტია ეთამაშება, იმიტომ რომ კომფორტი უყვარს ჩვენ ერში ადამიანებს და ესეთი ადამიანები სულ გამოჩნდებიან პოლიტიკურ ასპარეზზე თუ სამოქალაქო სფეროში, რომლებმაც რაღაც ჩაყოლა შეიძლება გააკეთონ, მაგრამ როგორც ჩაყვებიან ქართულ ოცნებას, ისევე ჩაიძირებიან. საბოლოო ჯამში რასთან მივალდა რა? ანუ საბოლოო ჯამში რა ამდენი თვეებია უკვე ადამიანები ქუჩაში დგანან და აპროტესტებენ. ანუ ამ ადამიანების უპატივცემულობა იქნება პირველ რიგში, იმ ადამიანების უპატივცემულობა იქნება, ვინც ამ რეჟიმმა უკანონო ტყვეობაში ყავს და ციხეში ადამიანებს ამწარებს. იმ ადამიანების უპატივცემულობა იქნება, ეხლა რო ქართულ ოცნებას რაღაც თამაში აყვე, როდესაც ასობით და ათასობით ადამიანს დაყადაღებული აქვს და 50-100,000 ლარის ჯარიმები მისდის. ანუ ჩვენი კომფორტისთვის რო საგრებლოში ერთი სკამი მქონდეს, ეგ არაფრად არ მიღირს იმას თუ ქვეყანაში მსგავსი პრობლემა უნდა იყოს. და ვერ ვხედავ ჩემ თავს ისეთ არჩევნებში, სადაც ადამიანებზე ტოტალურად ზალადობს, ეს იქნება მით უმეტეს მოწყვლად ჯგუფებზე, სოციალურად დაუცველებზე, რავი, დასაქმებულებზე, მასწავლებლებზე, ანუ ამაში უნდა შევყვეთ. აბა პარტია რას იზამს? ანუ ვართ იმ პრინციპის ერთგული, რაც 2024 წლის არჩევნების შემდეგ საერთო ოპოზიციურმა სპექტრმა მიიღო გადაწყვეტილება, რომ არ ვაღიარებთ არჩევნებს, არ მივყვებით ამათ არჩევნებზე. ამ პრინციპების ერთგული ვართ და შესაბამისად ახლა მომავალში კონკრეტული სროლები როგორც იქნება და მოცემულობა იქნება, შესაბამის განცხადებას და პირობას დააყენებს პარტია. მიიღებს თუ არა არჩევნებში მონაწილეობას. გასაგები, ანუ თქვენ ახლა გაცხადებულად აცხადებს თქვენი პარტია, რომ არ მიიღებთ არჩევნებში მონაწილეობას. და ასევე არ შემიძლია ყოფილ სამხედრო პირს არ კითხოთ საგამოძიებო კომისიის მუშაობასთან დაკავშირებით და იმ გაცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც ანწუხელიძის მისამართით გაკეთდა. თქვენი შეფასება, თქვენ როგორ უყურებთ, რამდენად ანუ რას ემსახურებოდა თეა წულუკიანის, ანუ კომისიის თავმჯდომარის ის განცხადება, რომ სამშობლოსთვის დაღურილი სისხლი შეიძლება უაზრო იყოს. არ ვიცი, მე ძალიან გაოცებული ვარ და ძალიან შეშფოთებული ვარ იმ თემებზე, მიმდინარე თემებიდან გამომდინარე, რაც გმირებს და ჯარისკაცებს ეხება, მით უმეტეს ეროვნულ გვირს, ჩემს მეგობარს თანა ფაქტობრივად იგივე განცხადება პრემიერმაც გააკეთა, რომ შეიძლება საქმით დაუდგეთ სამშობლოს და არ ვიცი საქმეში რას გულისხმობს ბატონი კობახიძე, არ ვიცი მის საქმე კრემლისტური იდეოლოგია არის და რასაც ატარებს, ეს არის ექსპანსიური რუსეთის დაპყრობილი პოლიტიკა, რაც მათ ეროვნულ გეგმებში აქვს გაცხადებული და სულაც აცდენილია ეროვნულობას, რაც კობახიძე აცხადებს. მე პირველ რიგში შეწუხებული ვარ იმით, რომ ადამიანის თავგანწირვა ჯარისკაცს აქვს მოვალეობა, როდესაც წერი შემოდის ქვეყანაში, უნდა დაიცვას საკუთარი ქვეყანა სიცოცხლის ფასადაც, ამის წინაშე დავდეთ ჩვენ ფიცი და ეს იყო მთავარი ჩვენი мотиваცია, რომ დაგვეცვა ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ოჯახები და მტრისთვის, როგორც ეკადრება ქართული კაცი ისტორიული მოცემულობიდან გამომდინარე, ჩვენი გმირები, რავი, 9 ძმა ხერხეულიძე, სამასი არაგველი უთანასწოროდ იყვნენ ბრძოლაში, სტალინსის ბრძოლაში ერეკლე მეფე უთანასწოროდ იყო, მაგრამ იბრძოდა ამ ქვეყნისთვის და ჩვენ რას გვეუბნება დღე, აი წულუკიანი, ვინ რას გვეუბნება, ვინ არიან ეს ადამიანები? უბრალოდ, როდესაც ჩვენ ქვეყანა სჭირდებოდა, აი აგვისტოს ძიმე დღეებში, სად იყვნენ მიმალულები, ერთი რაღაც განცხადებაც კი არ ახსოვს არავის მაგათ, სადაც ტურები სოროში მიმალულები იყვნენ და უცდიდნენ თავის მომენტს თუ როდის შეიძლებოდა ყოფილიყვნენ სახელმწიფო ავანგარდში და კობახიძის მამაზე არ ვიცი წარმოდგენაც ვის რა წარმოდგენა აქვს არ ვიცი მაგრამ 2011 წლის 26 მაისს როდესაც ინო ბურჯანაძის აქცია მიდიოდა რუსებსაც კი უხმობდნენ რუსთაველის გამძირდა და ერთი პოლიციელის სიცოცხლეს კი შეიწირეს და ეს ადამიანები რას გვიმტკიცებენ დღეს რას ეუბნებიან მოქმედ ჯარისკაცებს რომ მათი ყოფნა თუ მტერი შემოვა აზრი არ აქვს არაფერს ეს არის პიარი რა პიარია ჯარისკაცისთვის
მათ საერთოდ აცდენილი არიან ამ ქვეყნის რეალობას, ამ ქვეყნის გმირების ისტორიას არიან აცდენილი და მგონი ისტორიის გაკვეთილებიც კი არ აქვთ ნასწავლი სკოლაში. ანუ რაზე გვესაუბრებიან? ვილანძღავენ ეროვნულ გმირებს, შეურაცხყოფას აყენებენ. ეს არ იყო 2008 წლის ომი. მათ ალბათ არ ახსოვთ ამ ქვეყნის თუ რა გზიდან ამოვედით. ადამიანები 2004 წელს ჩვენი თანაქალაქელი ზაზადამენი ეროვნული გმირი რო დაიღუპა, ვინმე პიარისთვის შეიწირა ეს ადამიანი 2004 წელს, როდესაც ხელისუფლება შეიცვალა და ამ ქვეყნის დემოკრატიული პროცესები და იმ ჭაობიდან ამოსვლის პროცესი დაიწყო, რუსეთი მაშინვე გააქტიურდა. მაშინვე შემოუსია ცხინვალის რეგიონში, რა ვიცი, ჩეჩნები, ჩრდილოკავკასიელები, რა ბევრი ადამიანი და მაშინაც დაუკარგეთ ადამიანები და რას გვეუბნებიან ქვეყნის დაცვა, დღეს მათთვის არის პიარი და არასამსახური პარტიის წარმომადგენლის პოზიცია და მიზანი ხო უნდა იყოს არსებული შეცვლა და თუ მესაუბრებით იმაზე, რომ ადგილობრივ თვითმმართველობაში, რომელიც უახლოესი არჩევნები არ მიიღებთ მონაწილეობას, რას ნიშნავს ეს და როგორ გაიგოს? არ მივიღებთ მონაწილეობას, როდესაც ვამბობთ ამ პროცესში, რომ ეს არის მასე კრემლისტური საგამოძიებო კომისია, რომელიც დაწერილი შაბლონური ტექსტებით იქ ასაუბრებენ ადამიანებს, რამოდენიმე ადამიანში მოვიკითხე და იმედისთვის წერენ იქ ადამიანებს უნდა დაწერილი ტექსტებით მიდიან რა უნდა ისაუბრონ იმედისთვის. როგორ მოხდება საზოგადოებრივი ზემოქმედება და ამ კომისიის ფარგლებში გადაუხვა ამ საარჩევნო თემიდან აი მკვლელები და ბანდიტები წარმოგვიჩინეს, რავი, დაფასებულ ადამიანებად და ანწუხელიძე არის პიარს, რა ვიცი, რაღაცას შეწირული ადამიანი და ყაჩაღები და მკვლელები, ვინც ადამიანებს ატერორებდნენ, ისინი არიან, რა ვიცი, საპატივცემულო ადამიანები. ამაზე საზოგადოება აკეთებს კარგ დასკვნებს და ხვდება. მოლოდინები არის ის, რომ ბრძოლა უნდა გაგრძელდეს და ყველა ადამიანმა თავისი წილიაგური უნდა დადოს მისი ქვეყნის, მისი ეროვნულების მშენებლობაში და არა ის ავტოკრატიული რეჟიმები, რაც ჩვენ რეგიონში ახლა თავმოხმოვლი, არა მარტო საქართველოში, აუყვეთ იმ თამაში, რომ სადღაც დავიღუპოთ საბოლოოდ და ბოლო ფაქტი რაც იყო ახლა საქსტატის მონაცემი უნდა მოვიშველიო, აი სადღაც 100,000-ზე მეტი ადამიანი ნაკლებია ეთნიკური ქართველი დღეს საქართველოში მაცხოვრებელი და რას გვიმტკიცებენ და რას ვიბძვით თუ 10 წელში საერთოდ ქართველი არ დარჩება ამ ქვეყანაში, რა ბიზნეს და კობახიძიშვილი შეიძლება სადღაც პადმასკოვიაში კარგად იცხოვრო, მაგრამ ამ ქვეყნისთვის რას ვაკეთებთ? ეს ჩემი, ანუ პიროვნული პარტიული ამბიცია ხო არ არის, მარტო რომ სადღაც 20 კაცით იყოს წარმოდგენილი ამ ქვეყნის მომავალისთვის რას გავაკეთებთ და როცა ვამბობთ რომ არჩევნებს ამ მოცემულობაში კრიმინალურ სუსისტურ არჩევნებს აზრი არ აქვს, იმიტომ რომ ადამიანებზე ზემოქმედება ფიზიკური ძალითაც მიმდინარეობს, რასად უნდა მივიღოთ მონაწილეობა. მხოლოდ მიზანი იმის არ უნდა იყოს, რომ სადღაც ვიჯდეთ ან წარმოდგენილები ვიყოთ, რას ვაკეთებთ ამ ქვეყნისთვის და რაც ჭირდება ჩემი აზრით, ეს ჩაკეტილობა ქართული ოცნების და მხოლოდ ავტოკრატიულ რეჟიმებთან მათი სირბილით ესე უნდა იყოს შემოფარგლული და მიხვდებიან, რომ ეს არ ივარგებს ამ ქვეყნისთვის და ლოგიკურ დასასრულამდე მივა ეს პროცესი, რაც ჩვენმა ათასობით თანამოქალაქემ გაყალბებული არჩევნების შემდეგ გამოიწყო ამ ქვეყანაში. მადლობა დიდი მაყურებელს კი შევახსენებ, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ერთიანი ნაციონალური მოძრაობის რაიონული ლიდერი, საკრებულოს წევრი ბესო ქათამაძე.